აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ძიუდოში ევროპის პარაოლიმპიადის გამარჯვებულები აფხაზეთიდან დევნილი ცოლქმარი გიორგი და ინა ქალდანები უმაღლესი საბჭოს მედლებით დააჯილდოვა. პარაოლიმპიურ ჩემპიონებ ჯემალ გამახარიამ და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა კიდევ ერთხელ მიულოცეს გამარჯვება და მადლობა გადაუხადეს პარაოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის. გიორგი ქალდანი ევროპის ორგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. ინა ქალდანი კი ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ძალიან ემოციური იყო თვით აი ამ ოლიმპიადაზე ქალდანების გამოსვლა. ჩვენ ხო ვიცოდით ისინი აფხაზეთიდან იყვნენ, გულშემატკივრობდით ძალიან და იყო უსაზღრო ჩვენი სიხარული ჯერ ერთი ქართული სპორტის აი ასეთი წარმატებისთვის და მეორე ის რომ ეს ადამიანები არიან აფხაზეთიდან ეს ჩვენთვის ორმაგად, სამმაგად იყო სასიხარულო. ქვეყანამ ღირსეულად დააფასა მათი ამაგი ქვეყნის წინაშე, მაგრამ ჩვენ როგორც აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას გქონდა სურვილი, რომ შესაბამისი პატივი მიგვეგო ამ ადამიანებისთვის და ყველაზე დიდი რისი გაკეთება ჩვენ შეგვეძლო ის, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უწყებრივი მედალი, უმაღლესი საბჭოს მედალი და აი ამ მედლით ჩვენ ვაჯილდოებთ ყველაზე გამორჩეულ ადამიანებს. დღევანდელი დღისთვის პირველ რიგში მადლობას გადაუხდი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ამ ადამიანებს, რომ ესეთი გულთბილი და გულანთელებული დახვედრა და მოგვიწყეს. დაგვაფასეს და დიდი მადლობა მათ. პირველ რიგში ვამაყობ და ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემ მშობლებს, ჩემ ოჯახს გაუმართლა ეს იმედები და ამ ნოლიდან დაწყებული შრომით ამდენი წლის შემდეგ მივედით აქამდე, რომ პირველ რიგში ჩემი ქვეყანა ვასახელე, ჩემი კუთხე ვასახელე, აფხაზეთი ვასახელე, ეს ხალხი გავახარე.